გუშინ დილით გავრცელდა ორი დღის წინანდელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე არის დაკავებული 21 ივნისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზეც ითქვა, რომ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ეს 19 წლიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, თუმცა ამისთვის სახელმწიფო ბრალდებლებმა მიქაუტაძეს დანაშაული უნდა დაუმტკიცონ და თანამდებობაზე ყოფნისას მისი, ანუ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დაუდასტურონ სასამართლოს წინაშე. დიახ, თანამდებობების, რადგან ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეობამდე ბატონი მიქაუტაძე გახდა თბილსერვის ჯგუფის დირექტორი, ეს უმსხვილესი სახელმწიფო მუნიციპალური კომპანიაა. ასევე 2018-19 წლებში კომპანია ენერგოტრანსის დირექტორი, 2018 წელს ეკავა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის კეთვის დირექტორის პოზიციაც, ხოლო 2017-18 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. რომეო მიქაუტაძეს მოიაზრებდნენ ერთდროულად როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე კახა კალაძის პირად და საქმიანობებით აღჭურვილ პირადაც მე ვერაფერს გეტყვით ამის თაობაზე, გარდა ერთისა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებული მედია ბრიფინგიდან ვიგებთ, რომ იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობებით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა ფიქტიურად. ეს ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდაო, რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებლობს და ქონებრივ სიკეთეს იღებდა. ზემო აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად ბატონი მიქაუტაძის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობაზე მისი გამწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. კიდევ ერთხელ ეს გახლავთ ამონარიდი სუსის მიერ გავრცელებული მედია ბრიფინგიდან, რომელიც ასევე შაბათს გაიმართა. თავისუფლ ადვოკატის პირით ბატონი მიქაუტაძე საუბრობს იმ შესაძლებლობაზე, რომ მას შეუძლია უპრობლემოდ დაამტკიცოს ამ თანხების წარმომავლობაც და ეს დაპატიმრების გარეშეც შეეძლო. რა შეიძლება ითქვას ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტზე? იცით, ეს არ არის ალბათ პირველი ყველაზე გახმაურებული საქმე ქართული უბრალოდ ეს არის პირველი ყველაზე გახმაურებული საქმე ქართული ოცნების პოლიტიკური არსებობის ისტორიაში, როცა სამართალდამცავებმა საქმე ყოფილი ჩინოვნიკის მიმართ ყველა მიმართულებიდან შეკრეს, დაწყებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალებით, რაც არის მრავლად, დასრულებული თავად ჩინოვნიკის დეკლარაციით, რომელიც კონკრეტულ თარიღებში ასახავს მის შემოსავლებსაც და ქონებასაც. აი ამ ყველაფერში რჩება დაკვირვება თავად საქმის მიმდინარეობაზე, თუ რამდენად შეძლებს ბრალდებული თანამშრომლობით ან სულაც დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე მისი ქონების ლეგალური და კანონიერი წარმომავლობაც და იდეაში და არა, რადგან ბრალეულის დამტკიცების შემთხვევაში წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ბატონი მიქაუტაძის დონეზე ჩერდებოდეს. და კიდევ ერთი შედარებით რო იტყვიან საკრალური კითხვების კატეგორიიდან. რას ფიქრობთ? ბატონი მიქაუტაძის დაკავება ეს იქნება ერთჯერადი სადამსჯელო აქტი თუ ქართული ოცნება თავის რიგებში კომპრომეტირებულთა დაჭერებს გააგრძელებს. ისინი არ არიან ცოტა. ჩემი ინფორმაციით ეს მხოლოდ დასაწყისია და ეს პროცესი ნაწილია იმ ყველა საკადრო ცვლილებისა, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა. თან ქართული ოცნების სამართალდამცავებს იდეაში ბევრი არც არაფერი აქვთ საძებარი ან დასამტკიცებელი, ყველაფერი სახეზეა კონკრეტული ქონებებისა და მოძრავი მრავალათასიანი საშუალებების სახით თბილისის ქუჩებში, ან თუნდაც უცხოეთის საბანკო სტრუქტურებში, ან უძრავ ქონებაში გადატანილი მილიონობით დოლარი და ევრო, რომელთა ნაწილი ბოლო წლებში კრიპტოვალუტებშიც გადაიტანეს, თითქოს ეს საშველი იყოს. და მთავარი, რაც დაგვარწმუნებს ანტიკორუფციული ღონისძიებების სისტემატურობაში, გახლავთ ის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ამ ჩინოვნიკების ოფიციალურ დეკლარაციებშია ასახული, სადაც ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ მოვიდნენ 2012 წელს ცალცალი კალოშით, როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა სოფელში მცხოვრებ მოსამართლეზე და თანამდებობის მოსვლისთანავე ტყავის პალტოში და რეზინის ჩექმებშია გამოჭირულიო და ეს ჩექმები და ამბები სულ ნაღდი და შავი ფულით არის ნაყიდი ევროპის ყველაზე ძვირფას მაღაზიებსა და ბუტიკებში. ასე რომ თუ ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ბევრი საძებარი და სამუშაო სამართალდამცავებს არა აქვთ. და მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ჩინოვნიკებიდან რამდენიმე ათეული ოჯახი შემოსავლებით და სიმდიდრით ბევრ ქართველ ბიზნესმენსაც უსწრებს, მერწმუნეთ, თუ სწორად მოიძიებენ სამართალდამცავები, მათი ლუპისა და დაკვირვების ქვეშ ბევრი დღეს მოქმედი ბიზნესმენიც მოხვდება.
რომლებიც ამ სისტემის, ანუ კორუფციული გარიგებების განუყოფელი ნაწილნი იყვნენ და არიან.